ლაპარაკები ვერ გამიგენ. ხო, კაი, რა მოგივიდა ეხლა? არ გიხდება ჩხუბი არა? რა გინდა, კაცო, იქიდან მოუვარი როგორია. კი, რა დაგილაპარაკები? კი, მოიფიქრე შენს, რა თქმა უნდა. აბა რა? მოიცა ტელეფონზე ვლაპარაკე. ხო, კარგი და გადმორეკე. კარგი. ეხლა ჩართე თუ გინდა ბაბ? მადლობა ხო. რა არის, რა ისევ ჩემი ტელეფონით ლაპარაკო? კარგი რა რატი, კარგი რა. რა არის, ვერავის ვერ დაურეკეთ, ჩემთან სუდაკავებაა, ვერავინ ვერ მირეკავს მაგის გულისთვის. ვინ გირეკავს ერთი რა, რაც აქ გადმოვედი ბაბუა შენის გარდა არავის დაურეკავს. ნუ კარგი რატი ერთი რა. შენ რო სახში არ ხარ ხოლმე უნდა ნახო რამდენი ადამიანი მირეკავს. სუდაკავებაა და რანაირად დამირეკავენ აბა. აი? ბაბუას ნომერი არ არის. ალო. ხო მამია ბაბუა. ბატონო, დიდი მადლობა. თქვენთან ერთად, თქვენ ყველას ერთად გაგვიმარჯოს. დიდი მადლობა, ხო? გაგვიმარჯოს. კარგით ეხლა, კარგი. თელს უფრას ნუ დამალაპარაკებთ, კარგით, ხო? კარგით, ნახვამდის. რა არის, კიდე გადამირთე, რა არის, ვერ გავიგე, ჰა? აი, ის რა გადაცემა იყო, ბატა, შეხედე, რა მაგარი კლიპებია. რა გინდა ეხლა, მე მომწონდა და იმიტომ უყურებდი. ხო, მართლა, წეღა რაღაც სასიყვარულო და რომანტიკული მესიჯი მოვიდა. მოიცა. თინიკო ვინ არის? თინიკო? ხო. თინიკო ეს ბაბუა ჩემი მიგზავნის ხოლმე სხვადასხვა გოგოების სახელით SMS-ებს, ხო? ხო, და ის კი ვერ მოიფიქრე, ხარო ნომერი გამოცვალოს, კაცო, ვერ მოიფიქრე, ხო? მე მირეკავენ? შენ გირეკავენ. ალო, ხო. მე ვარ, ხო. მოიფიქრე. ძალიან კარგი, მეთანხმები. კიგენაც კარგი. მოკლედ. აი. შემაწუხა ამ გოგონს, აღარ შემიძლია. ვინ შეგაწუხა, ვინ იყო კაცო? ერთი გოგოა რა. ხო, დამეხმარები? ხო დედა. ხო, მე რაო მამა. მუშტითო? რა კარგია. კარგი დედა, კარგი, ხვალ მოვალ და მომიყევი ბარემ ხვალ. ნიკა, ისეთი გემრიელი მწყერის კვერცხის ომლეტი გავაკეთე ირმის შაშხით. გადმოგიყო? დედა, შენ რეცეპტების წიგნის მიხედვით აკეთებ საჭმელს თუ წითელი წიგნის? ხო დედა, კი, ყველანი კარგად არიან. რა ვიცი, აი დადის სკოლაში და არის. მე-6 კლასში იყო, შენ რომ დარეკე და ახლა იმდენი დრო გავიდა და იმდენს მელაპარაკები რომ იქნება ახლა ასე მერვე მე-9-ში. ხო. მოვჩი, წავედი ვითამაშე. დაჭექი აქ, მოდი ჩამაბარე ბუნება. ბუნება ლაშაბიძიას ჩავაბარე. ლაშაბიძიას ველაპარაკე და არ უსწავლიაო. რა? აუ გამყიდა. აი რა დრო მოდის რა, ბიძიასაც ვეღარ ენდონა. ერთ მაგარ ამბავს გეტყვი და ბუნებას აღარ ვისწავლ. კარგი დედა, როგორც იქნება, რა ამბავიო? დაჯექით ეკლა. მოდი შენც დაჯექი. რა ხდება, ნიკა, აბა?
ლაშაბიძია მოგატყუა სამსახური არ უშოვია. რომ სახლი არ დაალაგოს. რა სიტყვები ნიკა? აბა ახლა სად არის? სადა ფრიდონთან შედის ხოლმე დილაობის და საღამომდე იქ არის. ბუნებას არ ვიმეცადინებ, ხო? ნიკა, ისეთი ამბავი მითხარი, თუ გინდა ქართულსაც ნუ იმეცადინე. წავედი ახლა ვითამაში. მოდი აქ, მოდი დაჯექი. უნდა ჭამო. გადაიღე. მე გავაღებ თეკლა, შენც გადაიღე. კი, მეც გადავიღებ. ხო. თეკლა, არ გინდა რომ ჭამო? არა. იცი რა გემრიელია? თეკლა, ლაშა, ხო იცი ახლა როგორს უნდა მოვიქცე? გაახედე. როგორ ხარ ლაშა? ძალიან დაღლილი ვარ რა ელენე ძალიან დაღლილი ვარ რომ აღარ შემიძლია რა აბა დაღლილი იქნები აბა ამ ხელა გზიდან მოდიხარ და დაჯექი მოდი ლაშა დაჯექი დაღლილი ხო ამ ხელა გზიდან რა ქენით თათბირზე? რა თათბირზე გუშინ ხომ მომობდი შენ ხვალ თათბირი მაქვსო ხო თათბირზე რა ვქენით ახლა თათბირზე რას ვისაუბრეთ თათბირზე ვითათბირეთ ახლა რაზე ვითათბირებდით თათბირზე იმაზე, ამაზე. იმაზე ამაზე ლაშა გამახსენდა ხვალ მაქვსო თათბირი ასე არ თქვი? ხო ხვალო კი ხო ხვალ მაგ არა ლაშა გუშინ მქონდა ასე არ თქვი? გუშინო კი გუშინო გუშინ მქონდა ელენე მე თათბირი არა ლაშა ეს პატამ თქვა თათბირი მაქვსო პატამ თქვა თათბირი მაქვსო პატამ თქვა თათბირი მაქვსო პატამ თქვა რა გჭირთ კაცო თქვენ დამეხმარები კიდე მე ხო რა ამჯერად რა უნდა გავაკეთო რატი ერთი გოგო უნდა მოვიდეს ხვალ შენ გაუღებ კარებს და ეტყვი რომ რატის არ იცნობ საერთოდ და არც აქ უცხოვრია ოდესმე ისე კარგი გოგოა მაგრამ რაღაც ხასიათებით ვერ ვეწყობით პაატა რა ვიცი რაღაცნაირი ქარაფშუტა ვერ გაიგებ რა მოწონს რაზე ბრაზდება რა წინს ისე შენ კი მოგეწონება ხო იცი დაილაპარაკე რას კარგავ მე ხო შენ არა თქვი მე და თეკლა ვილაპარაკეთო და გადავწყვიტეთ რომ დავჭეთ მეგობრებიო ხო და ის ანგელოზივით გოგო თავისი ფეხით მოვა კარგი ნახოთ კარგი რა ნუნუა რა ვქნა ვაიმე ნუნუა რატი მომისმინე უთხარი რომ ვირუსი გვაქვს ვითომ და წავა მალე გაიგე მიდი კახი ვაიმე ბიჭებო ძალიან გაციებული ვარ ვირუსი მაქვს და არ მომეკაროთ ძალიან გთხოვთ რა მინები გამოგიცხო იქნე ბიჭებს ჩაუტან და ჩაის და მიირთმევენ მე რა არის იცი რა მურაბითაც მინდოდა მაგრამ წელს არ შემომაწოდეს წურვემა რაღაც არა გვაქვს დრო და ვერ გავაკეთოთ გადგიჟდები ეს ხალხი ძალიან გაზარმაცდა ხო კარგი გასაგებია დიდი მადლობა ქალბატონ ნუნუკა მაგრამ შენ უკვე ვილახშმეთ და ვაი რას ლაპარაკობ იცი რა მაშინ დავждები აქ უკან ხوار წავიღებ და თქვენთან ერთად შევჭამ უი თქვენ რა გითხარით ჩემთვის კიდე ბლინი შეიძლება ღამე ჩემ ამზარი ერთი ლარი დადო რომელიღაცა ფეხბურთის გუნდზე და გიჟვით არის მიშტერებული ტელევიზორს და ვიფიქრე წავალ ბიჭებთან სერიალს უყურებ მეთქი გადამირთე რა რას უყურებთ ხალხო ძალიან საინტერესო სერიალია თქვენ იმაზე ხო რა ქვია არის ხო ჩემ სერიალზე დაჯექი დაჯექი უყურებ ერთად იყოს მადლობა კარგი საერთოდ ხო უყურებ არა და ეს მინდოდა ეხლა მე რატი რა არის რა ეს გინდოდა შენი ბრალია რატომ ჩატე ელემენტები დაჯექი ახლა მსგვერდით და გაიზიარე იმ მოსამსახურის ბედი მიდი წავედი ამან ეს არის ხო რა ქვია იმას ის მოსამსახურის სუროთეის ვაიმე რაკენი რატო გადამირთე ქალბატონ ნუნუკა კარგით ხო აი ნახე კი ბატონო იყოს ერთად უყურებთ კარგია რა ის რა სულ რატო ტირებს ეს რა ატირებს ახლა პირადული აქვს რამე საწყი ლაშა ძალიან დაღლილი იქნები ახლა შენ
ძალიან დაღლილი ვარ. აი ძალიან დაღლილი ვარ, ელენე, აღარ ვიცი. ლაშა, ერთი კარგი იდეა მაქვს. რა იდეა გაკ? რადგან შევიდეთ ფრიდონთან, ფრიდონი მოგვიყვება თავისი თეატრის ამბებს. იცი რა, ლაშა, ამ სამსახურის გადამკიდე საერთოდ ვეღარ ვნახულობთ მეზობლები ერთმანეთს. აი მე გეხვეწები ელენე, არ გვინდა რა ფრიდონთან არა. რატო? იმიტომ რომ გვიანი ასაკშია თან კაცი ხლა უხერხულია ესე ხო არ მივადგებით ამ შუა ღამე თითქმის. ისა, კარგი ლაშა, მაშინ შენი სამსახურის ამბები მოგვიყევი. რა შენმა უფროსმა ფრანჩესკომ როგორ მოწონს საქართველო? მოწონს რა გადარეულია ესო საქართველო. ხო, ისე ყოყოჩი კაცი ჩანს ეგ შენი ფრანჩესკო. კარგი ლაშა, ივახშმევ. არა, არ მინდა ვჭამე ფრიდონთან. ფრიდონთან? ფრანჩესკოს ქართულად ქვია ფრიდონი. ხო, აი როგორც ეხლა მაგალითად სერჟიოს ქვია სერგო. აი ეგრე ქვია ფრანჩესკოს ფრიდონი და ეს ბიჭე ფრიდონს ვეძახით ხოლმე რომ რაღაცა. კარგი, ლაშა, გეყოფა. ისეთ რომ სამსახური არ გიშოვია. მთელი დღე ზიხარ ფრიდონთან საღამომდე, ნიკამ ყველაფერი გვითხრა. ფრანჩესკო ფრიდონი. რა? და მოიცადე თქვენ გაბრაზებულები არ ხარ? არა ლაშა, რა გაბრაზებულები, პირიქით გახარებული ვარ, ხვალიდან სახს შენ დაალაგე. ნიკა რა ქენიეს, ა? რა ქენი? რა ვქენი და ქართული და ბუნება არ მიმეცადინე. ხმერა მოიცადე, აბა სულ ტყუილა ვიჯექი ფრიდონთან მთელი დღე და ვისმენდი რაღაცა სისულელეებს, ა? რას და 1984 წელს ესე ოზურგეთის თეატრში იდგმებოდა კირილე მამალაძის დენთის კაცთან დანთებული კოცონი. და ფრიდონი თამაშობდა გებელს. ხაწყალო ლაშა, რა დღეში ყოფილხარ? კარგი წავედი და ხვალ მოგიყვებით. ლაშა, ხვალ თეკლა თავის სახლში რო ბრუნდება, იცი? რატო თეკლა? რატო ლაშა და ვერ არის მამა ჩემი კარგად გადაიღალა და დედა ჩემს მარტო მოვლა უჭირს. გადაიღლებოდა რაც მაგან ხმლებით ირბინა აკეთიკით გადაიღლებოდა, აბა რა იქნებოდა. არ მე ვერ წარმოვიდგენია ეს სახლი თეკლას გარეშე. ო, რა ცუდია თეკლა რო გადადიხარ. ჩემს ოთახში დავწვევი და ტკბილად დამეძინე. თეკლა, ხო გამოგვივლი ხოლმე. გამოგივლი ელენე, აბა რას ვიზამ? ხომდან მჭირდება შენი ჟაკეტი, ისა, რა ვიცი. ბორში იწავედი ვითამაში. მოდი აქ, მოდი შენ, მოდი ერთი ბუნება ჩამაბარე, მოდი. დედა მითხრა არ ისწავლო. ხოდე. დედამ კი გითხრა, მაგრამ ლაშაბიძიას არ უთქვამს, მიდი ჩააბარე. გამარჯობათ. ჩემ ძმას ვეძებ. ახლა ხანს გადმოვიდა ამ კორპუსში საცხოვრებლად. ქირით არის. მეც ახლა ხანს გადმოვედი ამ კორპუსში საცხოვრებლად. თან მეც ქირითა ვარ. რა ქვია თქვენ ძმას? რატი? ფრიდონი რომ გეთქვათ, ახლა მაინც არ დავიჯერებდი რომ ეს ანგელოზი ჩემი და მაბადეთ დავიღენი. რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფრიდონ შვანგირაძე. და რა ქვია თქვენ ძმას? რატი? რატი ლაშა რა? რატი ლაშა არა, მაშინ რატი არა. ბატა ეს მანდიოსანი რატის ეძებდა? შენ ხომ არ იცნობ ვინმე რატის? სალომე. როგორ ხარ? ოქსაიდა. როგორ გამიხარდა? როგორ ხარ? მოდი, შემოდი, რას გახარ? მოდი. ისა, ბატონო ფრიდონ. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, ესპანეთში ერთად სწავლობდით და, ხო? თუ ესპანეთში, ხო. ელენე, გახსოვს ერთხელ საშინელებათა ფილმს რო უყურეთ და მე საძინებელში გასვლის რო გვეშინა და აუ ხო. მაშა
აწოდე რა. თეკლა და ის გახსოვს კარები რო ჩაგვეკეტა და აი ვნიდან რო ვაპირებდით ჩემო პარვას და ნუნუმ რო გადაგვარჩინა. აი მე ლაშა მიაწოდე. ხო და ის გახსოვს ელენე ლაშა რომ თრალი მოვიდა სახში რო ცეკვავდა და რო დავცინოდი. აუ არა. შენ ალბათ საფრანგეთში იყავი მაშინები. არ მოგაწოდოთ არაფერი? ვაიმე ელენე გახსოვს საჭმელი რო დაადგი? აუ ხო. ვაიმე საჭმელი. თავი მტკივდება რა, მე მგონი სიცხე მიწევს. ელენე წამალი გვაქვს რამე ჩვენ, ჰა? კი, ლაშა, აი აქ დევს კარადაში, აიღე, აი აქ. კარადაში. როგორ წყდება გული რო გადავდივარ, როგორ მომენატრება აქ ცხოვრება. შენ უნდა ნახო პაატას როგორ მოენატრება შენი აქ ცხოვრება. არა, ლაშა, მე და პაატამ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ მეგობრები ვიყოთ. შენ და პაატა მეგობრები? ეთქობა მართლა მიწევს სიცხე, ხო იცი შენ? ხო. არა რა, ვერ წარმომიდგენია თეკლას გარეშე ამ სახლში ცხოვრება. კარგი რა ხალხო რა, დავიღალე ამ სენტიმენტებით, დავიღალე. რამე ისეთი გაიხსენეთ, რაც ერთად ცხოვრებას არ მოგანატრებთ. ეგეთი არაფერი არ ყოფილა, ხო თეკლა? არა, ხო. როგორ დავიჯერო ახლა რომ ერთი რაღაც მაინც არის. რა ვიცი. არა, ის ერთი რაღაც იყო. რა და ელენე ისე ალაგებდი ხოლმე სახს რომ მე ვეღარაფერს ვეღარ პოულობდი. ხო? მეც მაქვს ერთი, შენ სახს ისე ურევდი რომ ერთი დღე მჭირდებოდა იმ სახლის დასალაგებლად მერე. აი, ახლა უკვე ყველა ბედნიერები ვართ. სალომე, როგორ გამიხარდა? დაჭექი, რატო გახარ ესე? გაიხადე ქურთუკი, დაჭექი და თავი ისე იგრძენი, როგორც სტუდქალაქში, კერძოდ როგორც 217 ოთახში. როგორ ხარ აბა? რა შეიძლება როგორ ხარ? ხანი არ მინახი ხარ. ხო. ბატა, რაღაც ხო არის წვის? დამწვის სუნია. არაფერი, ქურთუკი იყოს მანდ. შენ არაფერი ყურადღებას მომეც. ესპერანგი კიდევ გაქვს? კი, გახსოვს. ხო, რამდენი ხანი გავიდა და მაინც მაქვს ესპერანგი კიდე, ხო? და როგორ გახსოვს შენ? არ დაგვიწყებია ხო? მაგას რა დამავიწყებს? გახსოვს მადრიდში ხარი რომ გამოგეკიდა? როგორ არ მახსოვს, ვაიმე როგორ? ესპერანგი გეცა. ხო. და ის ტორიადორების შარვალი. ისტორია. ყველა შენ გიყურებდა და გიღიმოდა. ვაიმე, ეგ შარვალი რა კარგი გოგო ხარო გამახსენე, კი აღარ მახსოვდა. უნდა მოუძებნა აუცილებლად. ზაფხულში იცი როგორი გრილია ეგ შარვალი, ხო? ეგ უნდა მოუძებნა აუცილებლად, ხო? მერე გახსოვს ჩემი გადარჩენა რო ავღნიშნეთ, რო წავედით ბარში, ერთად რამდენი დავლიეთ თელი ყავ, რა კარგი დრო გავატარეთ. მე იქნა კლუბში რო წავედით იქ ვიქცეკვეთ, თელი ღამე დავლიეთ, რა კარგი იყო და მერე ბოლოს შენთან ავედით ოთახში. მახსოვს, კარგი იყო. ჩვენი კურსელი ენრიკეც ამოყვა. ის რომ თვალი იყო. ხო, მაგრამ მე იქ რა მოხდა კი აღარ მახსოვს. რა მოხდა და შენ იატაკზე დაგეძინა და საბანი მიგაფარე რომ არ გაციებულიყავი. ენრიკე დიოანზე დაწვა. მე საწოლში. ის გახსოვს, დილით მე და შენ ენრიკე სათამაშო გველით რომ გავაღვიძეთ. ოთახში კივილით რომ დარბოდა. კი, როგორ არ მახსოვს. თუ შენ არ იყავი? არა, სალომე, მე ვიყავი ის შენ და ენრიკემ რო სათამაშო გველით გააღვიძეთ. და ოთახში ჯერ ეს ერთი ოთახში კი არ ვკიოდი. უბრალოდ ოდნავ ხმამაღლა ვამბობდი, ოთახიდან გაიყვანეთ რეპტილია მეთქი, ხო? კარგი დრო იყო. კი, მართლა კარგი დრო იყო. მე შენ წახვედი და ჩვენი ურთიერთობა? ხო, რა ვიცი, ხო. ბოდიში. არა, ბოდიში მე პირიქით ბოდიში, სალომე. უბრალოდ რა ვიცი ეს 217 ოთახი ეს რეპტილია ის თვალი ენრიკე იქით. აქეთ რაღაცა და ბეტო. სალომე. ეგრე ხო?
კარგი, მე ელენე ვარ. ვაიმე, ამა ისურს ვერ ჩავიცვამ, ღრუბლის ფერს არ უხდება. მე თეკლა ვარ. ვაიმე, პაატა ძალიან მომწონს, ვაიმე, პაატა ძალიან ნერვებს მიშლის, პაატა ძალიან მომწონს, ვაიმე, პაატა ძალიან ნერვებს. აი, ნახეთ, ის ვაიმე, ნახეთ როგორ ის ღარბის წვნიანი მოვამზადე ხვლიკის соусით. მე თეკლა ვარ. ვაიმე, ელენე, შენი ფეხსაცმელების შარვალი, მაისური მათხოვე რა, თუ მოიცა უკვე დავკარგე. კარგი, ხო, დაწყნარდით, დამშვიდით, გეყოფათ. ვიცი რომ ახლა გაბრაზებულები ხართ, მაგრამ გულის სიღრმეში თქვენ მაინც განიცდით რომ ერთად აღარ მოგიწევთ ცხოვრება. ლაშა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ. გულის ძალიან სიღრმეში. მეც ძალიან გაბრაზებული ვარ. ბოდიში ბატონო გააგრძელეთ მაშინ. არა. ელენე. რა? თერმომეტრი სად არის რა მითხარი? არ ვიცი. არა, თეკლა, მე რო კაბა გათხოვე, რატო გახიე? ის შავზოლებიანი კაბა. იმიტომ გავხიე რომ ორი ზომით პატარა იყიდა და შენ თვითონაც ვერ ეტეოდი. თეკლა, მართლა გახიე, მე ისე კითხე. ვიყოვე მადლობა. მე რომ სკოლაში ბიჭი მომწონდა მაღალი შავგვრემანი, იმას თურმე სინამდვილეში შენ მოწონდი. დაიგრა შუაშია, ვიცი. არა, წარმოგიდგენია ლაშა რა მითხრა, საშინელ საჭმელებს ამზადებო, გასინჯე. გავალ მე ვერავარ კარგად და ავალით გამიზომავ სიცხეს. არა, თეკლა, მე რო ჟაკეტი გათხოვე იმ დღეს და რო დამილაქავე. და შენ რო გამიხიე ჟაკეტი? წავალ ახლა ნახავ ლაქა ამოვა თუ არა. ამოვა მე დარწმუნებული ვარ არ მოვიდო და მაჩვენე მე გამატარე. არა, მე მოვიდო. მე ნახავ. თეკლა რა ვქნათ? ლაშა გიждდებოდა ამ გვინოს და ისე ინახავდა. რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ელენე რა ვქნათ? რა ხმა იყო? არაფერი ლაშა, თეკლამ შემომარტყა და შემოვარტყი და მე მგონი მარტო მე არ მაქვს სიცხე. აიმე ელენე, სტულოების სარეცხს გადაესხა ისხვინო. არა უშავს თეკლა, მაგის იქ მარი ისეთი ლოთია გაწურავს და დალევს. თეკლა, ჩვენ რა ვქნათ? ჩვენ რა ვქნათ არ ვიცი. აისა, ელენე, რომ უვატყო თვითონ ფიზიკოსის ყვავილმა დალია შენიხვინო? არა. თეკლა მოვიფიქრე. მეორე 10 ლიტრიანი ბოცა ხო გვაქვს? ხო და ჩაისფერი ჩავასხათ შიგნით. ლაშა ჯერ მაინც ვერ დალევს, ავათ არის და მე რამეს ვიყიდით. რამე ღვინოს? ხო. ელენე, ჩაის არ დალევ? ვაიმე, თეკლა ისე მინდა ჩაი, რომ ერთ 4 litrს დავლევ. მაშინ 6. თეთე შერიგდი თქვენ? ხო. ვა, პატარა კარგია, სახში რო ხარ. ერთად ვივახშმებთ, ისე მშია გული მინდის, მთელი დღეა არაფერი მიჭამია. შენ არ გშია, პატა? პატა. პატა. ხო, რა იყო? ხო, მაპატიერა, უბრალოდ ჩემთვის ოცნებებში დავფარფატებდი და კარტოფილს შევწავ არ გშია? არა, სიყვარულით ვარ გამზღარი. ო, ისე კარტოფილს კი დავაყოლებდი. რა სიყვარულითო? არაფერი, რა შენ რო მითხარი მოკლედ. ხო. ის გოგო იყო მოსული. რა უნდა გითხრა ახლა, ხო? შენ ძალიან ახლობელი ხო არ არის? არა. ხო, მაშინ ყველაფერი 500-ია. ო? აი, ნამდვილი რატი ხარ რა? მიდი, მოყევი, მიდი. კარგი, ეხლა რაში გაინტერესებს ჩემი ცხოვრების ინტიმური დეტალები. ო, მაშინ თუ არ გინდა? ხო და როგორც კი მოვიდა რატი ეგრევე შემოვიყვანა და კარი მივკეტე. დივანზე. დაჭდა დივანზე და მე უკვე მთლს უყურებდი და მერე? და ასე ჩუმად იყავით, კაცო? არა, რატი, რა ჩუმად ვიყავით ერთი წუთი, ხო დამაცადე. ო, მერე? დაჭდა დივანზე, და მოუჯექი გვერდით და სხვათა შორის ხო, ჩემი ნაცნობი გამოდგა ეგ, ხო? ჩემი ნაცნობი გამოდგა და იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ, რა ვიცი, იქით რაღაცა აქეთ ედრიკე, ისა რა ქვია, რეპტილია იქით რაღაცა 217 ოთახი რაღაცა და მერე ესე ერთმანეთისკენ მივიზიდეთ.
მერე ხო კარგი რატე რა გაყვირებს გამისკდა გული რა იყო შენ კი მე გამისკდა გული მოხევი რა ბოლომდე რა მე რა არაფერი ხო გითხარი დავჯექი დივანზე და მივიზიდეთ ერთმანეთისკენ და პოლტი და დავიტანჯება კარგი რატი მე კიდე გამისკდა გული წავედი უნდა დავიძინო შენ კი არ მაგისტა მე გამისკდა გული სად მიდიხარ მაიცა მოყევი ბოლომდე და მერე დაიძინე რა მოგივიდა კარგი მაშინ ჩაი დაადგე და ჭიქები მოიტანე და ბოლომდე მოგიყვები დეტალურად კარგი მიდი მოდი დაიცა იყოს მადლობა აბა მიდი მოკლედ მერე ვაკოცე მერე ვაკოცე მერე აკოცე მარტო ხო რა კაი რა ბა შენ თვითონ რა ქენი გოგოსთან ერთი მითხარი არაფერი არ მეკითხი რატო და ზმამ შემოგვისრო როცა ხო ხდები რა და გაიგო ყველაფერი რა უი ხო ძალიან ცუდია მე რო ეგეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი როგორ ვინერვიულებდი არ ვიცოდი რას გავაკეთებდი ალბათ არა შენ არ აღმოჩნდებოდი მაგ სიტუაციაში რა მერე ხო რატი რა უნდა გითხრა ეხლა იცი? ჩაისთვის მადლობა, მაგრამ იმ გოგოსთან ურთიერთობა რო გავაგრძელო. ხო. შენ ხო არ გეწყინება. რაც გინდა ისქენი პატა, ოღონდ ერთ რამეს გირჩევ რა. ხო. არ გაასერიოზულო. მომავარდები ეხლა მამასთან და ძმასთან და ხელს ნუთხო ეგრევე რა. რა იცი რა ოჯახია მაინც რა. ჯერ მიდი, აი დრო გაატარე, ხო? კარგი ეხლა რატი მე რო დამინახავენ რა სლაპარაკობ რატი, აბა რა სლაპარაკობ. ხო, რავი უცნაურია, ესე არ უნდა მოწონებოდი რა. წესით რა. რატო? ხვალ პერანგს მათხოვე პატა. უი, გაცხრათ. ალო. ხო, ეგ სადარბაზოა. ამოხვედი? ეგ სართულია, ხო? ხო, ეხლავე. ისა პატა, ბოდიში რა, დამავიწყდა გუშინ ჩემადამ დამირეკა. მოვალ გინახულებო რა და შევხვდები, კარგი? აბა რა უნდა ხარ? მიდი მოიყვანე. უი, ახლა, შემოდი მე, რა ცხენია, რა მოგივიდა? იცი რა, კაი ბიჭია რა არის, მოსარიდებელი, წამოდი, ნუ აქ. რა არის ხერხული? მიდი. აი პატა, გაიცანი ეს ჩემი და სალომე. ეს პატა. გამარჯობა. სასიამოვნო იყო. საც. ჩაი. არა, ხო. რატო ჩაი მოგიმზადე და გაცივდება? ხო? აუ თეკლა რა ცუდია რომ მიდიხარ. ხო, რა ვიცი. ისა ელენ დაველოდები ნიკას და წავალ. მალე მოვა? კი, რეზიკოსთან არის გადასული, რეზიკოს დედა მე გადმოვიყვანო, მალე მოვა. აბა ნახვერდი. გადავიხედო აინიდან. თეკლა. შენ არ წასულხარ თუ წახვედი უკვე მამაშენმა გაგაბრაზა და უკან დაბრუნდი. სიცხე გაქვს კიდე, ხო? კი, ცოტა. რამდენი? 38 და ცოტა. აბა ელენე, არა და რა დროს არ შეიძლება ჩემთვის დალევა, თორე ჩემ თეკლას ასეთი გაცილება ეკადრება. თან რა ღვინო მაქვს? აი მე საოცარი ლაშა, საოცარი ღვინო. ნიკა, გააღებ. აი, გავახებ, ხო. გამარჯობა. უი, რატი ბოდიში მოდი. პირველი რიგში. აი, რა ვიცი. რა ხდება? ხო არ წასულა თეკლაჭი. არა, ძალიან. მოასწარი. თუ ჩემ ჯანმრთელობას გულისხმობთ ვერა. არა. თეკლა ვიდისო, მშობლებთანო გადადიცოდა. ასე ჩუმად წასვლა, გაგონიკლა? მართალი არ გაგონიკლა. თეკლა. გამარჯობა თეკლა. რა არის თეკლა? მეგობრებს არ უნდა დაგემშვიდობო? კარგი, მე ხო გუშინ გავხდი შენი მეგობარი, მაგრამ რატი არ უნდა დაემშვიდობო? მოდი. რა ვიცი, აღარ შეგაწუხეთ, რა ვიცი. რა შეწუხება თეკლა? რა შეწუხება? მართალი, მოდი დაბძანი. მოდი, დასხედი. ლაშა, დაჯექი. კი, დოიცალი არ მიეყუდო ბალის დაგიდი. ხო. აბა, ელენე, დატრიალდი ახლა სუფრა გაშალე, ისეთი ღვინო მაქვს, ისეთი ღვინო უნდა დაგალევინოთ, გადაირებ. ახლა დატრიალდი. არა, მე არ დავლევ, ელენე, მე ახლა წამლები მაქვს დალეული, აი, სტუმრები დალევ, ახლავე.
რატი ისა რა უნდა გითხრა? რაღაც უნდა გითხო, ეს ბალიში ხوار გძაბავს. არა მოეშვი არ დაიძაბო მაინც. პატარატი ბატონო ფრიდონ უნდა დაგვეხმაროთ. რა ხდება თეკლა არ გაუშვათ? არა პატა იგრაშუაშია. მოკლედ ლაშას ქონდა ღვინო. და გაგვიტყდა შემთხვევით. ხო და რო არ ენერვიულ ავიღეთ 10 ლიტრიანი ბოცა და ჩავასხეთ შიგნით ჩაის ფერი. ხო და რო შემოიტანს არ შეიმჩნიოთ რა რო ჩაისვავთ. მოიცა ელენე რა სიძახი ხლა ვერ გავიგრე. ჩაი უნდა დავლივ და უნდა დავთვრეთ. ხო პატა კი დათრობა ახლა მე მსახიობ ადამიანს არ გამიჭირდება დათრობა, მაგრამ მახსოვს ერთხელ. ბატონო ფრიდონ ეგ სხვა დრო იყოს. დაგვეხმარებით ხო? ხო დიდი მადლობა მოკლედ როგორც კი შემოვიდეს ნახეთ არაფერი აქვს შეხედეთ არაფერი ახლა მე გაციებული ვარ და ეცეთა სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ მაგრამ ეს ღვინო მაქვს დალეული არაჩვეულ გადასარევი ხო და 10 ლიტრა მაქვს 10 ლიტრა მაქვს და ბოლომდე უნდა დალე 10 ლიტრა კარგია ხო კარგია ეს კიდე კაი 20 არ არის მეთქი რა ელენე მიდი ახლა მწვადი შეწვი მწვადი მიდი არა ლაშა ისა მწვადი და ეგეთები არ გინდა უფრო კარაქია პურებს მიაწექი მოდით ჩემო ძვირფასო თანა მეინახენო ჩვენს თეკლას მშობლები დავულოცოთ ერთ ლამაზ ლექს შემოგთავაზებთ როცა ჭალაში ავიტაცოთ მეგობრებო ავიტაცოთ ავიტაცოთ როცა ჭალაში როცა ჭალაში როცა ჭალაში გაუმარჯოს შემშობლებს ეს ტკბილია ისინი კარგად იყვნენ გენაშორი ისინი ტკბილად რას ლაპარაკობ რა არის ტკბილი რა არაჩვეულებრივი იყვნენ ერთი სუფთა წვენი 1 გრამი შაქარი არა გაკეთებული რას ლაპარაკობ რა არის ტკბილი შენ რა არ დაგათრო პატა მაგარი ლაში ხოჭე ეგეთი მაგარიც არ არის ახლა ეს ხო ეგეთი მაგარიც არ არის აბა ისა ბოდიშაი რა დროს არავსავ რა ელენე განსხვავებული მოუტანე ბიჭებს განსხვავებული ანწები არ გინდა არა ჩაიში ხემ მოვიდა განსხვავებულია ერთგვარი ჩაიში რატი გეხოცები გადაიღე რა მე რა მწვადი არ გინდა აქ ხო რა ამ ესავლათ მიდი გეხოცები რა ჩემი ხელით ერთად უწუხდები რა რაღაც უხერხულად გძნობ თავს რა უხერხულობა მე უნდა მკითხო რატი შენ ყურებიათ აბა მოდით დედმამიშვილებს გაუმარჯოს თეკლას დაყავს ლაშას დაყავს პატას დაყავს რატის რა ყავს მეც და კი დაყავს კი ძალიან კარგი და იცით რა არის ისე რატი სადმე რომ მენახა ისე შენი და შემთხვევით დაუშვათ ხო რა საინტერესოა საერთოდ არ გავხართ ეს ვერც მივხვდებოდი რომ შენი დაი არის თუ ხო შევსვათ აბა შევსვათ აუმარჯოსო დედმამიშვილი მე ვერ ავსვავ თქვენის გაუმარჯოს ხო მაინც გაგჩერდებით ამ ტიპის ნახე რა თეკლა ნახე რა გაცილება მოგიწყვე ხო ისე მეც სიამოვნებით დავლევდი ამ ღვინოს, მაგრამ მანქანით ვარ და აბა. მე თეკლა რა პრობლემაა? მე არ ვსვავ და მე დავждები საჭესთან დალიე შენ. თეკლა, აი, ლაშა დაждდება საჭესთან დალიე შენც. რა მალაპარაკებდა რა ეს. გაგვიმარჯოს. ისე ერთხელ ჩემი მეგობრის დაშემხდა და ბატონო ფრიდონ, ნუ გავჩერდები დედმამიშვილებზე დიდხანს. არ შეიძლება ვიძახიან და რა ვიცი ხო? ეს რაღაცა შემოვამატებ სუფრას. მჟავე მოუხდება ღვინოს მჟავე და ახლა რატი მჟავე ხო გესიამოვნება შენ? კი, მჟავე კარგი იქნება. კი. ისა კიტრის წვნილი ხო გვაქელენე ჩვენ? ლაშა ხო. კიტრის წვნილი არ გინდა ლაშა, ლიმონი იყოს. ხო. ლიმონის ხომ მჟავეა, მოუხდება ღვინოს. კი. ლიმონი ხო. ელენე, მე მგონი მართლა ძალიან გრადუსიანია ეს ღვინო და ისა ჩაი შესთავაზე სტუმრებს. ჩაი? ჩაის ხომ არ მიირთმევ? კი
კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მოდით მეგობრობას გავუმარჯოს თეკლა. აი რა არის მეგობრობა? მიტევება ბატონო ფრიდა, მიტევება, დიახ, მეგობრობა ხო ეს მიტევება და მოდი გავუმარჯოს მიტევებას. რატი შემდა დალიოს აუცილებლად. ძმახარ. კარგი, რატი რა მეხლა აბა ეხლა რას ლაპარაკობ? აბა. ეს რასაკეთებ ბატონო? რასაკეთებ ლიმონადს ვა? არა, რას ლაპარაკობ? იტყუები ხო? იტყუები ხა რას ლაპარაკობ? იტყუები თორე ეხლა კარგი. ბატონო ფრიდო სადავები გაგირბით. სუფრის სადავები გაგირბით. გამექცა. დაისჯები შენ განსხვავებულით. დიდი მადლობა არა კი ბატონო. ესა აი რატი რო გინდოდა ლიმონიო აგერ არის და არ ვიცი ახლა. ხო, გაიხარე? რა არის რატი რაკენი ეს მითხო? აუ მაგარი ტრალი ვარ რა ძა. მოდი აღარ დავლევ რა მეც რა. თორე ძალიან ისეთი მძიმე და ძალიან ესეთი ნაბახუსები მაქვს რა. ეგ არაფერი, ჩემო რატი. დილით შემოდით ჩემთან ნაბახუსებზე და კაკაოთი გამოგიყვანთ. კაკაოთი? კაკაოზე გამახსენდა. მე? გისმე? ხონში ვართ გასტროლებზე. თამაშობთ პირქუშ სიმართლეს. მე მოვადი და ნიკაი ვახში. არა, ჩაი დამის. რა ჩაი ნიკა მოდი ღვინო დალიეო ხო ჯერ სადღე გშელო თქვი. მიხედე კაცო თეკლას, მიხედე რასაკეთებ ბავშვს ღვინო. კარგი ლაშა რა დიდი ბიჭია ნიკა უკვე. დალიოს ერთი ჭიქა ღვინო რა მოვა თეკლა დიჭიქაში დაუსხი. ამ ხელას იცი არ უნდა მქონდეს წესით მე გავიზომავ და მოვალე. ადი შენ ოთახში და იქ დალიე მე. დე ღვინო არ მინდა, არაყი დამისხი. უყურეთი ამას. ადი ახლა დროზე. და კაკაოთი გასო? კაკაოთი მესამე სართულამდე. აბა. როგორ თამაშობ? მითხარით ახლა გამოგდის როგორ თამაშობ? კარგად, მაგრამ პატა უფრო შეეცადეთ რომ თვითონ უფრო მთვრალები ხარ. გასაგები. ხომ არ აჯობებს? სუდად ვიმღერო, ვითომ გონზე არა ვარ. არა ბატონო. მე მგონი ჯობია რამე მოყვეთ. მაცდით რომ. მოდი. ამაქსი ასე მაღალია. ვაშა ნახე როგორი მთვრალები არიან რა. გაგეუბნები მაგარი ღვინო მე გასამოვა გრადუსია მე მაქვს მოსული. რატი? შენი ზე შენ რაც არ უნდა მოხდეს ნაწყენი არ იქნები შენ ჩემზე არ არსებობს. რასაკეთებ? თამაშობ რა იყო ეს? წავედი აბა მე წავედი ნიკაც ნახე და წავა. კარგად თეკლა. წავედი. წახვედი თეკლა. ვიდი ხარ დაიკო? კარგი რა რატი ეს დაიკოა კარგი რა ფარი და მაგარი ამბავი უნდა მოგიყვეთ. ერთი მაგარი ამბავი დაიყოს და გაცილებაზე. არა, ერთმა ჭიქამ რა უნდა მიყოს მითხარით რა. ერთმა ჭიქამ შენ წამალი გავდა. არა, კაცო, ჩემ თეკლას მე ისე ველო. არა, თეკლას შენ გაგიმართ. ლაშა მე გავალ და მე მოგიყვებით. რატი? წამოდი ვიძინეთ ჩვენ. ფრიდონმა ისა ქვია კაკაოთიო მესამე სარტო. ლაშა ახლავე აგიხსნით ყველაფერს. აგიხსნის ელემე მე ძალიან მეჩქარება. აბა წავედი კარგად იყავი და აბა კარგად. ლაშა ჩაი ხო არ გაგიცხელო? სიცხეს უხდება. ბატო
რა მithქმა გინდა ჩემთვის? არა, ხო, მინდა რაღაც თქმა მინდა. ხო, რაღაცის თქმა მინდა შენთვის, რაღაც უნდა კითხო. კითხე, რაღაც უნდა კითხა ისა, რატი? ჩაის დალევ? ვაიმე. ჩაი 1-2 კვირა აღარ მიხსენო. ხო, მართალია. ჩაი რა გამახსენა? რა ჩაი არის ჩაი? ჩაი მართალი, ჩაი სახსენებელია, ხო? მოიცა, ნერვიულობ რამეზე? არა, ხო, რატი? რაზე და ნუზე, რატო არ მოვიდა მეთქი ამდენი ხანი? რაზე უნდა ნერვიულობდი? მოგზავნეთ ხალბატონო. აიმე ბიჭებო, სასწრაფოდ გადამირთეთ რა სერიალზე. ჩემი ემზარის გუნდმა წააგო და ემზარმა პულტი ესროლა ტელევიზორს. არა და ისეთი კარგი მომენტი იყო. ორი ძმაკაცი არიან, მოდი. ხო და ეს ძმაკაცი ერთი შეუსწრებს მეორეს თავის სახლში ვიღაც გოგოსთან. ეს გოგო აღმოჩნდება იმისი და ვინც შეუსწრო. დედა ისე მაინტერესებს. მისე მაინტერესებს როგორ დაუნგრევს ხვირპეს ეს ძმა იმას. მოდი რა უყურე, მოდი შეხედე. არა, მოდი, არ გაინტერესებს, ნახე რა. არა, იყოს, არ მინდა მე მაგის ყურება. მე ნახავ თვითონ ალბათ მეც.